მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ვნახოთ ასეთი გაშლა, როგორ გხედავენ შენ საერთოდ შენი გარშემო მყოფი ადამიანები. შენ თვითონ როგორ ხედავ შენს თავს და თუ შეესაბამისება ეს ხედვები. სამყარო როგორ გხედავს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი არხიც ესეთია. თვითშემეცნების არხი და ჩვენ აქ უფრო და უფრო ვლაპარაკობთ ჩვენს თავს, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იცით თქვენ უკვე ბევრჯერ მაგ ნათქვამი რომ პირველ რიგში უნდა აირჩიო შენი თავი, შენ უნდა იყო ბედნიერი იმისთვის, რომ მე გარშემო მყოფი ადამიანებით იგრძნონ თავი ბედნიერად შენს გვერდით. ამიტომ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი ამოცანა აქ დედამიწაზე ის არის, რომ ჩვენი თავი გავაუმჯობესოთ იმისთვის, რომ კარგად და ბედნიერად ვიცხოვროთ, ხო? დღეს რამდენიმე დასტა არჩეული მაქვს, კითხვები მაქვს მომზადებული, ამიტომ კარგად მოთავსდით და ისე ამოვნეთ. საერთოდ ადამიანს აკეთეთ ისება უფრო უყვარს ლაპარაკი თავის თავზე. ანუ როცა მასზე ლაპარაკობენ. ეხლა ეს რამდენადაც არ უნდა ვუარყოთ, ეს ასეა საერთოდ და ეს არ არის სუდი და როცა შენს თავზე უფრო მეტ რამეს გაიგებ, მით უფრო კარგია შენთვის. Ну, ნახოთ ეხლა პირველ რიგში, ეს იქნება როგორც სიგნიფიკატორი, შენ თვითონ როგორ ხედავ შენს თავს. შენ თვითონ როგორ ხედავ შენს თავს. შემდეგი კითხვები, ჯერ გავამზადებ მე კითხვებს და მერე უკვე დავიწყოთ. ანუ, როგორ ხედავს შენს თავს გარემო? აი ეს ვკითხოთ და აქ რამდენიმე კითხვა მექნება. ანუ რა აჩნდება შეტყობას ტოვებს შენ სხვებზე? ვკითხოთ, რა თვისებებს ამჩნევენ შენში პირველ რიგში? ესეთი კითხვა იქნება. რას ფიქრობენ შენზე, რაც შენ თვითონ არ იცი? შეიძლება ვერ ამჩნევა, ხა არ იცი რა, ვერ ამჩნევ დავუშვით, ხო? შემდეგი იქნება, როგორი ხარ სამყაროს თვალით. ანუ სამყარო როგორ ხედავს შენს თავს, ვკითხოთ. რა არის შენი უნიკალურობა სულის დონეზე? აუცილებლად ვკითხოთ, რა ნიჭი ხედავს შენში სამყარო? აი ესე ვკითხოთ ჩვენ. რას ასხივებს შენ სამყაროში უხილავ დონეზე? ესეც ვკითხოთ. საინტერესოა მე მგონი. და შემდეგი ვკითხოთ, რა გელის წინ? ესეც ხო გვაინტერესებს ჩვენ. რა არის შენი ცხოვრების მნიშვნელოვანი შემდეგი ნაბიჯი? ანუ ეტაპი, რა ეტაპი იქნება შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი. რისთვის ამზადებს ცხოვრება? გითხოთ და რა ენერგიები და რა მოვლენები მოდის უახლოს მომავალში? უახლოს მომავალი მაქსიმუმი არის 3 თვე, ეს არის მაქსიმუმზე მაქსიმუმი. всё. დავიწყოთ ეხლა ჩვენ. პირველი კითხვა ჩვენ გვაქვს. თქვენ თვითონ როგორ ხედავთ თქვენს თავს? თქვენ თვითონ როგორ ვაიმე რა კარგად ხედავთ თქვენ თავს მართლა? აი ძალიან მაგარი რაღაცა. თქვენ აქ ხედავთ, აი ეს ვისთვის იქნება ეს გაშლა? უეჭველი იმათთვის, ვინც ეხლა ფიქრობს, რომ რაღაცა ეტაპი ჩემ ცხოვრებაში სრულდება და იწყება საერთოდ სხვა ეტაპი. ანუ რაღაცა მძიმე პერიოდი შეიძლება გქონდეთ, რაღაცა მძიმე პერიოდი. ნუ ეს ახლა შეგვიძლია ჩვენ ვიგულისხმოთ, როგორც მთელი ცხოვრების რაღაცა მძიმე პერიოდი სრულდება,
და თქვენ უკვე დგახართ იმას, რა რაღაც ელოდებით შანსებს სამყაროდან, შეიძლება ეხლა გქონდათ რაღაცა ისეთი ეტაპი, ცოტა რთული, შეიძლება ფინანსურადაც ცოტა რაღაცა ვერ იყავით ისე როგორც თქვენ გინდოდათ, მაგრამ ეს პერიოდი სრულდება. კიდე ვისთვის იქნება ეს პერიოდი, დაუშვათ თქვენ გინდოდათ, ანუ ელოდებოდეთ რამე შანსს და გინდოდათ წასვლა საზღვარგარეთ, გადასვლა გინდოდათ და ეს პერიოდი ძალიან გაგერთულდათ, ძალიან გაგიძნელდათ, მაგრამ თქვენ მაინც უკვე აი ზოგმა შეიძლება უკვე მიიღეს კიდევაც საბუთი, ან წინადადება მიიღეს, ან გადაწყვეტილება მიიღო უკვე, რომ ანუ შეიძლება დაუშვათ ახლა ისეთ ეტაპზე იყავით, რომ ძნელად იღებდით იმ გადაწყვეტილებას, რომ აი თქვათ, უნდა წავიდე საზღვარგარეთ, მაგრამ ნუ ვერ იღებდით. კიდე არის ერთი მომენტი, აქ შეიძლება თქვენ გინდოდათ გასვლა, თქვათ, თქვენი სამსახურის, თქვენი საქმიანობის გადატანა გინდოდათ ონლაინ, თქვათ, ინტერნეტ სივრცეში და ეს არ იყო თქვენთვის ადვილი პერიოდი, მაგრამ თქვენ მივხვდით, რომ აი ჯობია რომ უკვე დავიწყო მე რაღაცა ჩემი საქმიანობა, გავიყო ანუ უკვე ინტერნეტ სივრცეში, სადაც უკვე ადამიანებიც დამინახავენ და რაღაც აი ამ შანსს, ну, ეს არის როგორ ახალენა ბიჯი თქვენთვის, მაგრამ დიდი ხნის ნაპიქრება. კიდე არის ერთი ვარიანტი აქ იმათვის, რომ ვინც ეხლა ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ აი თავისი პირადი დანიშნულება იპოვა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ მე უნდა დავიწყო ამისი გზა. აი ეს არის ეხლა მაგალითად ჩემთან კურსი რო იწყება ტაროზე, ხო? ძალიან ბევრი არის მსურველები და არიან ისეთი ადამიანები, რომელიც აი მიხვდნენ, რომ ბოლოს და ბოლოს ეს არის ჩემი ნიჭი, ეს არის ჩემი დანიშნულება, ეს არის ჩემი გზა და ნამდვილად მე ეხლა ვირჩევ ამ სწავლას და ამ სწავლა ონლაინ. იმიტომ რომ ფიქრობდეთ შეიძლება რომ რთული იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ რო გაიგეთ, რომ აი თქვა ონლაინ სწავლა არის, გადაწყვეტილება მიიღეთ. და კიდე რა შემიძლია გითხრათ, შეიძლება გქონდათ ვიღაცას სიტუაცია რთული შვილთან დაკავშირებით. შეიძლება შვილი იყო წასული საზღვარგარეთ და რამე სწავლას ასრულებს. აი დაუშვათ საზღვარგარეთ სწავლობდეთ, თქვენთვის ძალიან ეს პერიოდი არ იყო ადვილი, იმიტომ რომ ფული გადახდა გიწევდა და შეიძლება აი ეს მომენტი იყოს, რომ ასრულებს უკვე, всё, ამთავრებს სწავლას და ან პირიქით თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თქვენი შვილი წასული იყო სწავლაზე საზღვარგარეთ. Ну, აი ეს რამდენიმე სიგნიფიკაცია არის და თქვენი თუ რა იცანით, მაშინ დავიწყოთ ახლა ჩვენ და ვნახოთ ახლა ანუ თქვენზე, იმიტომ რომ აქ რაღაცა გეუბნებით დასრულება მიდის რაღაცა პერიოდის, რომელიც არ იყო თქვენთვის ადვილი, მაგრამ თქვენ ეს გადალახეთ და რაღაცა ახალი ეტაპი არის, იმიტომ რომ კი, ვიღაცა კიდე ვაფშე სწავლა დაამთავრა. უბრალოდ სწავლა დაამთავრეთ, რამეზე სადღაც სწავლობდით და უკვე რაღაც ახალი გეგმებით ხართ რა. ანუ აი ამდენი დღეს ნახოთ, რამდენი სიგნიფიკაცია წამოვიდა, ეს ეთყობა ეს გაშლა ბევრი ადამიანებისთვის იყო საინტერესო, ხო? Ну, ძალიან კარგი. მოდით ვნახოთ ახლა მაშინ ჩვენ. ანუ თქვენ რა შტაბილობას ახდენთ სხვებზე. Ну, შემიძლია გითხრა ხა პენტაკლების მეფე. პენტაკლების მეფე ეს ანუ როგორც თქვენ ხარ შეძლებული პიროვნება, ადამიანი, რომელსაც ახლა ყველაფერი შეუძლია, ყველაფერი, ანუ ძალიან ოჯახის აი ოჯახში შეიძლება მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ, ხო? თქვენი ნათესავებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ. თუ ეს მამაკაცი და ესე იგი, ну, ძალიან ახლა პენტაკლების მეფე ყოველთვის არის ადამიანი მზრუნველი, რომელიც ზრუნავს თავის ოჯახზე, ძალიან მზრუნველი პიროვნება. სხვათა შორის ვიღაცისთვის უნდა მეთქვა, კიდე შვილი შეიძლება შეგეძინათ. თქვენ დიდი ხანი ელოდებოდეთ და თქვა შვილი შეგეძინათ. აი ესეც შეიძლება იყოს აქ. და შეცვალა თქვენი ცხოვრება საერთოდ მაგან. ანუ აქ არის როგორი ადამიანი, იცით, როცა ნამდვილად, ანუ
ისეთი აი როგორ გითხრათ, იცით, სხვები ხედავენ თქვენ აი ყველაფრის შემძლე. ანუ პენტაკლების მეფე ეს არის შეიძლება ბიზნესმენი ხართ, თუ ბიზნესი გაქვთ, აი ისე ხარ. მაგრამ აი ის საერთოდ რომ ვთქვათ, რომ აი ადამიანი მზრუნველი, ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ფინანსურადაც კარგად დგას ფეხზე, ასე ხედავენ. ეს ზოგჯერ არის ეგეთი მომენტი, რომ შეიძლება თქვენ სულაც ფიქრობთ, რომ ხლა არა ვარ ისე რომ ვთქვათ, ხა მილიონერი არა ვარ, მაგრამ არც არაფერი თქვათ, გაკლიათ. მართლა ვიღაცისთვის იქნება ეს ინფორმაცია, ან შეიძლება უბრალოდ შეძლებული პიროვნება ხართ, განათლებული პიროვნება ხართ. ანუ თუნდაც აი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი, როგორც გითხარით, ისეთი პიროვნება ხართ, რომელიც აი ყველაფერი შეიძლება საერთოდ თქვენზე არის, ანუ თქვენ მზრუნველობა ყველანაირი ოჯახზე თქვენზე შეიძლება იყოს რა. და ძალიან განათლებული ადამიანი, ნახეთ აქ პენტაკლების მეფეს უჭირავს ხელში წიგნი და განათლებული პიროვნება, რომელმაც ბევრი რამე იცის და ასეთ ადამიანთან ხშირად მიდიან სხვები, შეიძლება ოჯახის წევრებისთვის საპატივცემლო ადამიანი ხართ, ან შეიძლება თქვენი საზოგადოებიდან ადამიანები მოდიან თქვენთან და გეკითხებიან რამე რჩევას. იმიტომ რომ აქ ძალიან ისეთი არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად აი თუ თქვენ ახალგაზრდა ადამიანი ხართ, ანუ შეიძლება ფიქრობენ, რომ აი უფრო მეტი იცის ამასაკისთვის, რაც თქვათ ასაკთან შედარებით ძალიან განათლებულია და ძალიან ბევრი რამე იცის. შეგიძლიათ მისცეთ რჩევა და სხვადასხვა ახლა აქ ფინანსურადაც არ უნდა იყოს, თქვათ, ზოგი შეიძლება ვიღაც აი გურუც არის, ან არის ადამიანი, რომელიც აი მართლა ფინანსურად არის კარგად, მოდით ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ საჯარო გაშლა ზოგი იქნება ძალიან კარგად, ზოგი იქნება კარგად, ხო? ანუ ყოველ შემთხვევაში, როცა პენტაკლების მეფე არის, აქ ახლა ასე ჩანს, იმიტომ რომ ბევრჯერ არის ეგეთი შემთხვევა, რომ შეიძლება ადამიანი კაი მანქანი დადეს, კაი ბინაში ცხოვრობს, რაღაცა, გარეთ რო გადის, ყველა გონიათ, რომ აი ძალიან მაგრად არის და ამ დროს შეიძლება არც იყოს ისე კარგად, როგორც ხებს გონიათ, მაგრამ ეგონოთ, ხო, რომ ძალიან აი ესეთი პიროვნება ხართ. ეს არ არის ცუდ ნამდვილად. რა თვისებებს ამჩნევენ თქვენში პირველ რიგში? რა თვის? აი ხო გითხრათ პენტაკლების ტუზი. დიდარი ადამიანი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, ფული აქვს, ცხოვრება, კარგი აქვს, ცხოვრობს ისე როგორც მას სურს. ანუ სულ ახალი გეგმები, სულ რაღაცა ახალი პერსპექტივები, ანუ პლუს კიდე როგორი თვისება ზოგისთვის ხარ თქვენ აი ჯილდო, აი სამყაროდან საჩუქარი. ზოგი შეიძლება და აი შეიძლება ვიღაცის უთქვია თქვენთვის, რომ ანუ ღვთის საჩუქარი ხარ, ხო? ანუ ისეთი ადამიანი ხარ, რომ ნამდვილად რომ აი არ ვიცი რა, რომ ჩემ ცხოვრებაში რო ხარ, უბედნიერესი ვარ, იმიტომ რომ როგორც აი საჩუქარი, სამყარო მაჩუქა შენი თავი. ასეთი თვისებები, ანუ თვისებები დაჟე როგორ ვთქვათ, რას ამჩნევენ თქვენში, რომ თქვენ პირველ რიგში, რომ თქვენ ხართ აი ხო გეუბნებით ადამიანი, აი ღვთის საჩუქარი რა. აი ეგეთი და ნიჭიც გაქვს ისეთი, რომ თქვენ ეთყობა ძალიან გამცემი ადამიანი ხართ და შეგიძლიათ, რომ აი ადამიანების არ შემეშინდება ამ სიტყვის, რომ ადამიანების ცხოვრებაც შეუცვალო, თქვათ რა, აი გამცემი პიროვნება ხართ კიდევაც ისეთი, რომ თან ძალიან მნიშვნელოვანი, აი თვისებები გაქვს, როგორ იცით, აი პირველ რიგში ხედავენ, აი ჩანხართ. მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აი როგორც რო გადიხართ საზოგადოებაში, გამჩნევენ, იმიტომ რომ შეიძლება ჩაცმულობა გაქვს, ესეთი თქვათ, აი უცხო ან დაუშვათ ახლა მდიდრული, ან შეიძლება კარგად გამოიყურებით და ანუ და პლუს კიდე ანუ ეს არის როგორი მომენტი, იცით, რომ შეხედან აი მდიდარი ადამიანი ჭტაბეჭდილობა. მდიდარი არ არის მხოლოდ ახლა შეიძლება ფინანსური ადამიანი მდიდარი არის ახლა შეიძლება შინაგანათაც. ანუ რა არის, იცით, რასაც ჩვენ ახლა შიგნით გვაქვს, იმას ვასხივებთ ჩვენ. იმას ვასხივებ, რომ მე მაგალითად ბევრჯერ მქონდა ეგეთი მომენტები, რომ ვთქვათ, რომ ის აი ყოველს მილიონერი ვგონი ვარ. რატო? იმიტომ რომ შენ ხარ აი შინაგანად რაღაცნაირად ისეთი განწყობა გაქვს, რომ ნამდვილად ახლა რატომ არა, ხო? რატომაც არა დაუშვათ.
რას ფიქრობენ თქვენზე, რასაც თქვენ თვითონ ვერ აცნობიერებთ. ძალიან მშრომელი ხართ. აი, ისეთ რა არის, შეიძლება თქვენ რატომ ვერად აი თქვათ კი შეიძლება თქვენ ითქვით რომ აი კი მე რატომაც არა მეც ხვდები რომ ძალიან მშრომელი ვარ ვიცი რომ ეგეთი ვარ და ახლა რას ქვე ვერ ხვდები რა მაგრამ იმაზე მეტად აი ხო შეიძლება დაუშვათ რომ მაგალითად ნუ აი როგორც მაგალითს გეტყვით ახლა მაგალითად ნუ ჩემი შვილი მწეს და მე ვდევა შენ ესეთი მანქანა რომ შევიძინე შენ ისეთი მშრომელი ხარ და იმდენი შრომობ შენ რომ აი ნამდვილად ყველაფრის ღირსი ხარ და მე მართლა გითხრათ ეს გამიკვირდა, იმიტომ რომ მე რასაც ვაკეთებ, ეს არის ჩემთვის სიამოვნება, ხო? ანუ თქვენთვის გაშლას როცა ვაკეთებ კონსულტაციას, როცა ვატარებ გინდათ ახლა ვიდეოს ვწერთ გაკვეთილებს, ნუ ასე შემდეგ. ეს არის სიამოვნება ჩემთვის და მე არ ვთვლი მაგას, რომ მე რაღაცა ძალიან ბევრს შრომობ, მაგრამ აი ასე გარედან ასე ჩანს, რომ სხვები უყურებენ რა აი ბევრს შრომობ. როცა შენ აკეთებ შენ საქმის, რომელიც შენ მოგწონს, ზოგჯერ შენ ვერ ათეცნობიერებ იმას, რომ უიმე რამდენს თურმე მე ვშრომობ, ხო? ნუ აი ეს არის ეგეთი მომენტი, შეიძლება თქვენ მაგას ვერ ხედავთ. შეიძლება კიდე ძალიან მოთმინების უნარი გაქვთ კიდე დიდი და შეიძლება ამასაც ვერ ამჩნევთ თქვენთვის. ახლა შეიძლება რომ ზოგი მომენტი ჩვეულებრივი არის, მაგრამ სხვები უყურებენ ამას, რომ აი ძალიან ესეთი ადამიანი არის. მაგრამ ნუ აქ უფრო როგორ არის იცით კიდე ძალიან ბევრი ცოდნა როგორც გითხარით, აკაც ჩემი სუპინტაკლების მასწი მოდის, ანუ როგორ არის იცით თვითრეალიზება, აი საერთო ჯამში რო თქვათ, ამჩნევენ რო თქვენ რაღაცა თვითრეალიზება გაქვთ რა. ანუ ხართ რაღაც აი ანათებთ, რაღაც ხვანაერი ენერგიები არის. ნუ ანუ ყოველ შემთხვევაში თვითრეალიზება აი დედამიწაზე ასე თქვათ, აი გაქვთ ძალიან კარგი და ამას ხედავენ თქვენი გარშემო მყოფი ადამიანები. კარგად. მოდით ნახოთ ახლა სამყარო როგორ გხედავს, ხო? ანუ თქვენი უნიკალურობა სულის დონეზე რა არის, ნახოთ. ნუ თქვენ ხო გეუბნებით, აქ არის როგორი მომენტი, თქვენი უნიკალურობა იმაში არის, რომ თქვენ სულ სწავლობთ. სულ რაღაცა გაინტერესებთ და სამყაროსთვის ახლა საერთოდ ხედავს იმაში, რომ თქვენ, ნუ, ჩვენი სული მოვიდა აქ რისთვის? იმისთვის, რომ ვისწავლოთ, ხო? ანუ ჩვენ დააკვირდით, ჩვენ ახლა რომ კი, ახლა ჩვენ განვითარებაზე ვლაპარაკობ, მაგრამ აი რომ დააკვირდით. ბაღში მივდივართ, ვსწავლობთ რაღაცას, ხო, რომ დავიბადეთ რა, ჯერ სიარულს ვსწავლობთ, ლაპარაკს ვსწავლობთ, კითხვას ვსწავლობთ, წერას ვსწავლობთ, ხო? მერე რაღაცა პროფესიას ვსწავლობთ, მერე თქვათ კიდე რაღა ელემენტარული ჭამა, როგორ უნდა შევჭამო, კოზი როგორ დავიჭერო, ანუ ბავშვობით სულ რაღაცას ვსწავლობთ, ხო? ეს ახლა და მერე უკვე მიდის უკვე ჩვენი განვითარება შემდეგში, რომ თქვათ რაღაცა პროფესიას ვიძიათ, ან მეტი გვინდა, შეიძლება ფინანსურადაც გინდათ, აი ახლა სუპენტაკლები თქვათ, იმას ვსწავლობთ, აი როგორ კიდე გავაუმჯობესოთ ჩემი ცხოვრება, თუნდაც ფინანსურად ვარსაზრისით, მიდიხართ ეს ზოგი საზღვარგარეთ, რომ თქვენ წასულები ხარ, იქაც ხო ისწავლეთ თქვენ, თუნდაც ახლა ადვილი არ არის, ახლა თუნდაც მოვლა, ხო? ზოგი გოგო ოჯახში მუშაობს, ზოგი თქვათ ახლა უვლის მოხუცებ, ეგაც უნდა ისწავლო, ხო? და რა თქმა უნდა, სხვა რაღაცებს, რადგან თქვენ ეხლა ამ წუთში ამ ვიდეოზე ხარ და უყურებთ, ესე იგი თქვენ ვითარდებით, ხო? ანუ ესე იგი რაღაცას სწავლობთ, რაღაცას კითხულობთ, წიგნებსაც, ტრენინგებზე დადეხართ, რაღაცას უსმენთ, ის რაც თქვენ გაინტერესებს და ანუ სამყაროც ამას ხედავს, რომ თქვენ სულ ფიქრობთ, როგორ და როგორ კიდე გავაუმჯობესოთ ჩემი დაუშვათ პროფესიონალური, თქვათ, თვალსაზრისით პროფესია, შეიძლება თქვათ, ან როგორ ჩემი ცხოვრება გავაუმჯობესოთ და თქვენ იმის მიუხედავად, რომ თქვენ თვითონ სწავლობთ, თქვენ სხვებსაც ასწავლეთ, იმიტომ რომ აქ არის ნახეთ, ახლა დგას აი ეს ხელოსანი და ორი მოსწავლე ამას უყურებს რა. ანუ შეიძლება ის, რაც თქვენ დაგროვილი მერე გააქვთ თქვენი ცოდნა, თქვენ სხვებსაც უზიარებთ და აი ეს აი ელემენტარული ახლა ჩვენ შეგიძლია ახლა ნუ საჯარო გაშლაში ახლა გლობალურიც ავიღოთ და ელემენტარულიც ავიღოთ, რომ შეიძლება გოგოებმა თქვან, რომ აი ნეტა მე რას ვასწავლე. საჭმელის კეთებას ასწავლე სიტყვაზე, დალაგებას ასწავლე, როგორ ჯობია, ან როგორ უნდა დააელაპარაკო, საბუთი როგორ უნდა გააკეთო. ანუ
თქვენ თვითონ გადიხართ რაღაცას გზას, სწავლობ და მე სხვებს გადასცემ თქვენს ცოდნას, იმიტომ რომ აქ არის, ნამდვილად ასე ხედავს თქვენ სამყარო. ნამდვილად. ვნახოთ ახლა თქვენ რა ნიჭს და რა ენერგიებს ხედავს შენში სამყარო, ანუ როგორი კიდეა გაქვთ ნიჭი და როგორი კიდე გაქვს შენ ენერგიები. როგორი? ანუ იცით როგორ არის? აი თითქოს რა ნიჭს ხედავს და იმას რომ თქვენ თუ დაუშვოთ რამეს ვერ ხედავთ, აი ნახეთ როგორი ნიჭი გაქვთ. ეხლა ვეგეტყვით უფრო თქვენ სულ რაღაცა გაინტერესებს, მოგოდეთ ასე თქვა. აი ნიჭი გაქვთ ისეთი რომ ანუ სულ ეს არის როგორი მომენტიც, აი თითქოს დაუმთავრებელი არის რა. ანუ დაუშვოთ რაღაცა ეტაპს გამოივლით, რაღაცას ისწავლით და მერე კიდე სულ ინტერესი გაქვთ რა. ანუ ეს როგორი ნიჭი რომ პრინციპში აი როგორ გითხრა მოსწავლის ნიჭი, როცა მე ყოველთვის და პლუს კიდე როგორი მომენტი არის. თქვენ даже ასე ვეტყოდი, არ დადიხარ და არ ყვირი ხართ არცა და რომ აი მე ესეთი ჭკვიანი ვარ და მე ესეთი ნიჭიერი ვარ და მე ყველაფერი ვიცი და ეს პრინციპში ახლა სამყარო ხედავს ამას როგორც თქვენი კარგი თვისება ალბათ, ხო? კი ბატონო, ხო? ანუ კიდე არის როგორი მომენტი, იცით ხო გითხარით რომ თქვენ იმპერატრიცა არის, ახლა რა თქმა უნდა, ახლა ეს არაჩვეულებრივი თვისება არის რა და თქვენ ხართ როგორი ადამიანი, იცით? აი თითქოს იმიტომ გეუბნებით რომ აი ესეთი ენერგია ახლა ამ შემთხვევაში ახლა ორიანი ხმალების არის რომ აქ უენერგიობას ვერ ვეტყოდი. აქ პირიქით ნახეთ როგორი არის ეს ადამიანი, რომ სულ ფიქრებში კიდე რა შემიძლია ვისწავლო, კიდე რა გავიგო, კიდე რა გავაკეთო. უბრალოდ კიდე რა არის, იცით, თქვენ თვითონ ხართ უკვე იმპერატრიცა. ანუ იმპერატრიცა არის ენერგია, როცა ადამიანმა უკვე ბევრი რამე იცის, ხო? უკვე ბევრი რამეს მიაღწია ცხოვრებაში, უკვე თვითონ შეუძლია გასცეს უამრავი ცხოვრება რა არის, უამრავი ცხოვრებაც, უამრავი ცოდნა, მაგრამ ნახეთ, აქ ორსული ყავს ჩვენ იმპერატრიცა. ანუ თქვენ თვითონ სულ ცდილობთ რომ აი კიდე რა შემიძლია გავცე. ანუ საერთოდ ეს არის ნაყოფიერება, ხო? ანუ რაღაცას შეიძლება ქმნით თქვენ თვითონ და სულ ფიქრობ რომ აი კიდე ვის შემიძლია რა გავცე. ეს შეიძლება ცოდნა იყოს, ეს შეიძლება ზრუნვა იყოს, ხო? შეიძლება თქვენ ესეთი ადამიანი ხართ, რომელიც ვთქვათ, ბევრ შვილებსაც აჩენთ, ხო? ესეც არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს რესურს რაც კი ბატონო, თან რა არის, იცით, თქვენ ძალიან აი даже ხო გეუბნებით, სულ ახალ ეტაპებზე გადიხართ და აქ ნახეთ მე-16 არკანი, ანუ თქვენ დააკვირდით თქვენ ცხოვრებას, შეიძლება აი რაღაცა პერიოდულად, ანუ მთელი, ვთქვათ, რამდენიმე წლის ხართ, ხო, რასაც ხართ და აბა გაანალიზეთ. რაღაცა ეტაპები გაქვთ ცხოვრებაში. აი დაუშვოთ პირველი ეტაპი, აი თქვათ, даже შეიძლება ელემენტარული ერთ ქვეყანაში თქვათ დავიზარდე, მერე თქვათ, დავიბადე, მერე გადავედი საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში, მერე თქვათ დაუშვოთ ახლა ვისწავლე იქ, ანუ ან დაუშვოთ გავთხოვდი, გავშორდი, დავქრივდი, რაღაცა ეგეთი მომენტები, ან დაუშვოთ ვიყავი ერთი პროფესიის, მერე უცბად შევცვალე ეს პროფესია, გადავედი სხვა პროფესიაში, ამით ვიყავი დაკავებული ცხოვრება ისე იცვლება, ანუ ესე იგი მე-16 არკანი შეიძლება даже 9 წელიწადში ერთხელ რაღაცა ცვლილებები მოდის თქვენ ცხოვრებაში. და თქვენ მაგას აი როგორ ხართ, იცით? არ ამბობთ იმას, რომ თქვათ მე არ შემიძლია, შეიძლება ფიქრობთ, რომ ეხლა როდის მე ამოვისუნთქებ საერთოდ რა. მაგრამ აი სულ მიდის რაღაცა ცვლილებები თქვენ ცხოვრებაში, რაღაც სხვა ეტაპები მიდის. ანუ და სამყაროს ახლა კიდე რა შვება, იცით რა, კიდე როგორი ენერგია მომდის, რომ თქვენ არ გეშინიათ სირთულეების. აი თუნდაც ყველაფერი ნოლიდან რომ დაიწყოთ, იმდენი იმხელა ძალა გაქვთ თქვენ, რომ აი არ გეშინიათ
სიახლეს. აი გადავედი სხვა ქვეყანაში დავიწყე ნულიდან. всё. აქ აღარ მინდა წავედე სახლი შევცვალე სხვა სახლში. ანუ პროფესია არ მეშინე შევცვალე დავიწყე ისევ და ასე შემდეგ. რო ახლა ყველანაირ აქ შეიძლება ადამიანმა ესეთი ბევრი დანაკარგიც ქონდეს ზოგს ახლა ნუ მაპატიეთ ესეთი მოდის ინფორმაცია ზოგისთვის შეიძლება შვილისთან დაკავშირებით ქონდეთ სირთულე ზოგმა შეიძლება დაკარგა კიდევაც. ანუ ბევრი სირთულეები შეიძლება გაიარეთ, მაგრამ აქ არის ანუ მაინც თქვენ არ ნებდებით თითქოს ახლა დაასრულებთ ეტაპს და ისევ მერე იწყებთ ახალ ეტაპებს რა. აი ესეთი ნიჭი გაქვთ და ამას ხედავს თქვენ უნიკალურობა, აი ეგეთი არის თქვენში და ესეთი ენერგია გაქვთ რა. და ნახოთ ახლა რას ასხივებთ თქვენ სამყაროში უხილავი დონეზე. რა საინტერესოა. ეხლა უნდა დავამოწმო. აი გეტყვით რას ასხივებთ. იცით რა არის? არის ეგეთი პროგრამა. ნახეთ. მე ასე ვიტყოდი რომ არის ძალიან სირთული პროგრამა სხვათა შორის ნახეთ. სამყარო გიხედავს, აი ახლა კიდე უფრო ესა საზოგადოება ხედავს თქვენ რომ თქვენ ხართ შეძლებული პიროვნება. კიდევაც ხართ ადამიანი, რომელიც აი სულის დონეზე თქვით ჩვენ რომ მაგარი უნიკალური პიროვნება ხართ, მაგრამ ეს როცა არის, აი ეს მდგომარეობა ეს არის უხილავად. ეხლა ნახეთ, თუ თქვენ დაუშვათ რა ესე იგი ყველა არ დავიწყე მე ნახეთ. თუ თქვენ აი ამ სიტუაციაზე მოყოლა რომ შეიძლება თქვენ გარედან ჩანხარ ძალიან მდიდარი და ძალიან ესეთი შეძლებული, მაგრამ თქვენ დაუშვათ ეხლა დაგეწყოთ ეს წინააღმდეგობა რომ არა მე ისე კი არა ვარ, კი შეიძლება ხედავენ, მაგრამ ისე არა ვარ. ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ ნახეთ ხალხი ხედავს რომ თქვენ შეძლებული ხართ, მაგრამ თქვენ ანუ უხილავ სივრცეში ხო დონეზე თქვენ ასხივებ პირიქით იმას რომ მე არაფერი არ მაქვს. ანუ ეს არის ნუჟდა არის, აი როცა გჭირდება რაღაც საჭიროობა, ხო? ანუ სიტყვაზე დაუშვოთ, გაქვთ ბინა. ფიქრობ, არა, ნუ თქვათ მანქანა, გინდათ ბინა. ანუ ეხა იმაზე ხართ მიმართული. ანუ აი ეს როგორ აგიხსნათ, იცით? ეს მუშაობს მართლა უხილავ დონეზე. იმიტომ რომ შენ შეიძლება ამას აი შინაგანი ბრძოლა შეიძლება გქონდეს მაგ მომენტში, რომ სულ რაღაცა გჭირდება, სულ რაღაცა გაკლია. ეს ერთი მხრიდან ცუდი კი არ არის, რომ შენ დაუშვათ გაქვს სურვილები და შენ გინდა რომ თქვათ უფრო მეტი გქონდეს, მაგრამ ეს არის ეგეთი პროგრამა ადამიანებს, თუნდაც აი მდიდრებსაც აქვს ეს პროგრამები და თუ დაუშვათ შენ ხშირად კარგავ რამეს, ხო? ეს პროგრამა უეჭველი გექნება. იმიტომ რომ ანუ ეს შეიძლება იყოს ბავშვებიდან, ნახეთ რატო როგორ ახლა გეტყვით, აი დაუშვოთ თქვენ გაიზარდეთ ისე რომ თქვათ მშობლები ამბობდნენ რომ აი მე ფული არ აგვაქვს, ძლივს მყოფნის ხელფასამდე, ყველაფერი ძვირია, მაღაზიაში შეხლა ყველაფერი გაძვირებულია, ბავშვი იყავით რაღაცა გინდოდა და არა მაქვს ფული ახლა ამისთვის ახლა ნუ მთხოვ, თქვათ, აი ეგეთი რაღაცა ეს პროგრამები მერე ჩვენში რჩება და უკვე შენ კი ცდილობს მაქსიმალურად გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან და შეიძლება აი სულ აღწევ რაღაცას, მაგრამ მაინც აი ეს პროგრამა სადღაც ღრმად გიზის და შენ ფიქრობ რომ აი მაინც რა ვიცი ეს ფული ისე როგორც მოდის ისე მიდის. აი რატო იცით? იმიტომ რომ კიდე არის ესეთი პროგრამა, როცა შენ გინდა დროზე თქვათ ფული მოგივი და უიმე ახლა ამისი ვალი მაქვს დროზე მივსე, ამისი ის მაქვს მივსე, ეს დაფარო რა აი რაღაცა თქოს გაწუხებს რა ეს. ანუ ეს არის ზუსტად როცა შენ რაღაცა საჭიროება
მშვიდობას განიცდი, სულ რაღაცა გჭირდება რა. ხო, ხო გეუბნებით, რომ ეს ამას სჭირდება განულება. ამ პროგრამას სჭირდება განულება, რომ სულ რაღაცა, პატარა ბავშვით ხო უკმაყოფილო ვარ, სულ რაღაცა ის რა ქვია, ეს არის ამას ხედავენ და ამიტომ გეუბნებით, რომ აქ ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ეს ბავშვებიდან მოდის ეს პროგრამა, შემიძლია გითხრათ, ბავშვებიდან მოდის ეს პროგრამა, უეჭველე რა. და უფრო რა უნდა გააკეთო, რომ ეს მოიშოროს. ახალი ხედვა გჭირდებათ, ახალი ენერგიები და ახალი ხედვა გჭირდებათ თქვენ იმისთვის, რომ თქვენ ეს კი, მედიტაციები ძალიან კარგად დაგეხმარებათ, ხო? ანუ უფრო დამშვიდდეთ უნდათ, დამშვიდდეთ და უნდა გჯეროდეთ, რომ ყველაფერი კარგად რო იქნება დაუშვათ, ხო? უნდა იყოთ თუნდაც გმაყოფილი იმით, რაც თქვენ გაქვთ. კი, უნდა შეცვალოთ, უნდა გჯეროდეს იმისი, რომ არსებობს ძალები, რომელიც ყველაფერს მართავენ, რომელიც ახლა რომ ყველაფერი შეიცვლება. ანუ პლუს კიდე რა არის, იცით, კი, ეს ერთი და იგივეს მეუბნებათ, რომ ნამდვილად თქვენ უნდა გჯეროდეთ, რომ ყველაფერი აბსოლუტურად თქვენ ხართ ყველაფრის ღირსი, თქვენი ცხოვრებაში ყველაფერი კარგი შემოვა. აქ ძალიან მაგარი იქნება მედიტაცია კლუბში, ვინც ახართ, ჩემთან იქ არის ძალიან მაგარი მედიტაციები ბიბლიოთეკაში და ნახეთ და გააკეთეთ ეს მედიტაციები, ძალიან დაგეხმარებათ სხვათა შორის. და მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ შემდეგი კითხვა მაქვს მე. ანუ რა შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი თქვენი ცხოვრების, ანუ რა არის ეს? იმპერატორი. ანუ ხო ხართ აქ პენტაკლების მეფე, ახლა იმპერატორი გახდებით. ანუ იმპერატორი ეს არის უკვე ადამიანი არის, როცა გადის თავის პროფესიონალიზმზე. აქ სხვათა შორის თქვენ შეძლებთ დაამუშავოთ და აქ კიდე ნახეთ როგორი მომენტი არის. აირჩიეთ თქვენი გზა. თქვენი გზა. აქ უეჭველი და ყველაფერი შეიცვლება. მომავალში მეუბნებიან, რომ ყველაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ უკვე თქვენ პრინციპში ამაზე ეთყობა მუშაობთ. ვინც მუშაობთ თქვენს თავზე უკვე და იმაზე, რომ თქვათ, მე მინდა რომ შეიცვალოს ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში, მე ყველაფრის კარგი ღირსი ვარ, მე მჯერა რომ მფარველი ანგელოზები ჩემსკენ არიან, რომ ყველანაირად მიცავენ. აქ უეჭველი გეუბნებით, რომ დაელაპარაკეთ თქვენ სულს, დაელაპარაკეთ თქვენ ანგელოზებს. აქ გეუბნებით, ცვლილებები იქნება, უბრალოდ აერჩიეთ თქვენი გზა, თქვენი გზა. და უეჭველი გახდებით თქვენ იმპერატორი. ანუ შემდეგი მთავარი ეტაპი თქვენი ეს არის სიუხვე, ყველა ვარიანტში იმპერატორის ენერგია არის, როცა ადამიანი უკვე არის თავის საქმის პროფესიონალი, დგას ძალიან მყარად ფეხზე, აქვს მაგას ან ბიზნესი, ან საქმე ისეთი, რომელიც მაგას აძლევს სტაბილურობას. ეს არის უკვე ესეთი ენერგია, როცა ადამიანმა ბევრი ცოდნა აქვს და შეუძლია ეს ცოდნა გასცეს და არა მხოლოდ ისე, რომ თქვათ, ახლა მარტო რჩევების დონეზე გააკეთოს, როგორც თავისი ბიზნესი გახსნას. ანუ თუ თქვენ, რაღაცა მნიშვნელოვანი ძალიან გელოდებათ, შემიძლიათ გითხრათ. იმიტომ რომ ეს რაღაც ძალიან ისეთი ეტაპი, დაჟე შემიძლია თქვა აღიარება თქვენი, რატომღაც ეს მომდის რა, თქვენი პროფესიონალიზმი იმ საქმეში, რომელიც საქმე თქვენ აქ აირჩიეთ. მივხვდით? ეს ძალიან ძლიერი ენერგია, ახლა ეს ნამდვილად ძალიან მაგარი ეტაპი გელოდება თქვენ, იმიტომ რომ ეს არის გზა სიუხვისკენ, იმიტომ რომ ხო გეუბნეთ მეოთხე ენერგია, ახლა ვიცით ჩვენ უკვე, ვინც ჩემ ტრენინგებზე დადიხართ, თქვენ ხო იცით უკვე, ჩვენ ბევრს ლაპარაკობთ მაგაზე, რომ ეს ძალიან ძალიან უძლიერესი ენერგია საერთოდ რა. ანუ უკვე იცით როგორ არის, უკვე პენტაკლების მეფეთ და ეს ერთი და იგივე ენერგია პრინციპში, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ეს უფრო კიდე მყარი იქნება სიტუაცია თქვენ ცხოვრებაში. და ვნახოთ ახლა რისთვის ამზადებს, თქვენ
გამზადოს ცხოვრება. აქ არის ნახეთ, 4-იანი პენტაკლების, ანუ ეს არის ესეთი მომენტი, როცა შენ პრინციპში აი ფინანსურად ხარ ძალიან სტაბილურად. ესაც მე-4 ენერგია იცენ ჩემ მოსწავლეებმა, რომ ესეც შედის აქ იმპერატორის ენერგიისთვის. როცა შენ ყველაფრისთვის გაქვს ფული, აბსოლუტურად, აი ფინანსურად, აი არანაირი გაჭირვება რო არა გაქვს. რაც შენ გჭირდება, ყველაფრისთვის გაქვს თანხა. ანუ ეს არის მყარი სტაბილურობა, როცა დანახათ ახლა აქ უკვე იმპერატორთან ერთად არის 4-იანი, ეს უკვე ჩემ მოსწავლეებს საყურადღებოდ. იმპერატორი გამოვიდა და 4-იანი პენტაკლების, ანუ იმპერატორის დონეზე იქნება აქ სიუხვე ადამიანს. ანუ რასაც მე ვაკეთებ, იმაზე მე ვიღებ სტაბილურ ანაზღაურებას, რომელიც მე მაგმაყოფილებს და სადაც მე ვარ აი ძალიან მყარად და კარგად. ანუ მე უკვე არ ვფიქრობ ფულზე. იმიტომ რომ ეს არის უკვე სხვა დონე არის, გაიგეთ, სხვა დონეზე არის ადამიანი. იმიტომ რომ მე რისთვისაც მე მჭირდება, მე მაგ 4-იანი პენტაკლების ეს არის. მე მაგ ყველაფერი, რაც მე მჭირდება და შეიძლება კიდევაც დააგროვოთ რამისთვის. კი, აქ ძალიან აქ სტაბილურობა, აქ ბედნიერება, აქ ახლა ნამდვილად სხვადასხვა ვიღაცისთვის აქ ელოდება იმპერატორი იმენა შეიძლება ბიჭებო თქვენთვის რა ვიცი ან ცოლს მოიყვანთ ან ოჯახს შექმნით დაუშვათ და სტაბილურად კარგად იქნებით, მაგრამ კიდე შეიძლება თქვა რომ აქ ვიღაცას ვისაც უნდა თქვა სახლი, ხო? ყველა ვარიანტში ეგაც შეიძლება თქვა და ბედნიერი იქნებით რა. აქ უკვე ძალიან მაგარი ენერგია მოდის აქ რომ ნამდვილად ვიღაცას სხვათა შორის მოგოგებო თქვენ ზოგს გათხოვებაც გელოდება და ძალიან სტაბილური კარგი ოჯახი. აი სადაც გახარებული იქნებით რა, ვისაც ეს საინტერესო, საჯარო გაშლა რა თქმა უნდა და აი იმენა სტაბილური და შეიძლება ხა გმარიც ისეთი, რომელიცაც ნამდვილად ეხლა არაფერი რო არ აკლია რა, ყველანაირად ისეთი კი. აქ აი შიში და რაღაცები რაც კი გქონდა და რასაც კი იყო, კი ნამდვილად თქვენ ამას ყველაფერს დაწყებთ. ანუ ხო გეუბნებით, თუ გეშინოდეთ რა თქვა, აი ფული არ მექნება, ან რაღაცა ვერ ვისწავლე რა ამის სიტყვაზე, ან რაღაცაზე დამოკიდებული ვარ, რაღაცა მაჩერებს, რაღაცა არ მაძლევს საშუალებას მე, ანუ შეიძლება უფრო აი დაბრკოლებები, აი ეგეთი რაღაცები ყველაფერი არის ნახეთ 9-იანი პენტაკლების. ანუ ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრებიდან უნდა წავიდეს და უკვე თქვენ იმდენი რამე უკვე გადალახეთ ყველაფერი ასე რომ თქვა და უკვე მოდის ენერგია, რომელიც ნამდვილად გაძლევს თქვენ სტაბილურობას. და ვნახოთ ახლა ჩვენ რა ენერგიები და მოვლენები მოდის უკვე უახლოს მომავალში. რა ენერგიები მოდის? აქ მოდის ახლა სიყვარული, ბედნიერება მოდის თქვენ ცხოვრებაში, ხო გეუბნებით ზოგისთვის შეიძლება იყოს ისეთი მომენტი, რომ დაუშვათ, ანუ რაღაც ძალიან გაგიხარდებათ, კარგი ინფორმაცია მოდის. თუ დაუშვათ თქვენ ახლა ელოდებით სიყვარული მოვა თქვენ ცხოვრებაში. თუ დაუშვათ ახლა თქვენ რამე შეტყობინებებს ელოდებით კი, აქ даже თუ ელოდებით ვინმეს დაბრუნებას კი, ყველანაირად კარგი მოვლენები მოდის შემიძლია გითხრათ. კი ბატონო, იმიტომ რომ თქვენ თვითონ აი ეს მაგი მეგონა ნახეთ რა საინტერესოა. ანუ ესე იგი ენერგია მოდის ისეთი რომ შენ თვითონ იღებ პასუხისმგებლობას შენს ცხოვრებას, შენ ცხოვრებას შენ თვითონ მართავ. შენ ნამდვილად აი აქ ვიღაცას მართლა გიბრუნდებათ პარტნიორი თუ დაუშვათ ვიღაცას ყავდათ ესეთი ადამიანი ან ახალი ვიღაცის ახალი შემოც, მაგრამ უმრავლესობას უფრო შეიძლება როგორი მომენტი იცით, ანუ იცნობთ ამ ადამიანს შეიძლება ესე იყოს და ბრუნდება რა.
კიდე ნახეთ აქ როგორი მომენტი არის, მაგრამ აქ უფრო ასე ვეტყოდი, რომ ადამიანი აქ იქნება ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი თავისი ცხოვრებით. იმიტომ რომ თავისი ეს გამოცდილება, რომელიც თქვენ გაქვთ, ეხლა თუნდაც აი ეს აქ რაღაც უფრო დღეს საქმიანობაზე იყო საუბარი, თქვენი საქმიანობით თქვენ იზეიმებთ, ბედნიერი იქნებით, გაიგეთ, გაგეხარდებათ, იმიტომ რომ ანუ აი დაფასდება რა თქვენი ცოდნა დაფასდება რა და ნამდვილად ეს ყველანაირი თქვა ნერვიულობა რომელიც კი ქონდა თქვენ აი აქ სიყვარულზე ვინც ნერვიულობდა იცოდეთ რომ წავა ეს ნერვიულობა და უეჭველი აქ ვიღაცას ნამდვილად იქნება ძალიან გახარებული იმიტომ რომ აქ ბრუნდება ვიღაცას ქმარი ბრუნდება უეჭველი ქმარი ბრუნდება ვიღაც ისე და შეიძლება თქვენ უკვე არ გჯეროდა და შეიძლება ზოგს ქონდა ძალიან რთული სიტუაცია მე არ გამოვრიცხავ შეიძლება იყო ვიღაცასთან და სამკუთხედი მაგრამ ქმარი ბრუნდება ოჯახში იცოდეთ რა არის აქ ეგეთი მომენტი რაზეც თქვენ ნერვიულად განიცდით თუ ბიჭებო თქვენ თუ ნერვიულად რომ იმიღებს თუ არა ოჯახი უკან მიგიღებს აქ იქნება პატიება უეჭველი იმიტომ რომ რაღაც ვიღაცის წამოვიდა რა ვიცი ესეთი ინფორმაცია კი აქ მიგიღებს თქვენი მეუღლე ცოტა შეიძლება თქვენ გეშინიათ რომ აი შვილი რას იზავს და როგორ მიმიღებს ხო იმიტომ რომ აქ არასწორად მოიქეცეთ თქობა თქვენ და შეიძლება დიდი ხანი იყავით წასული მაგრამ პრინციპში შემიძლია გითხრათ რომ ეს თვითონაც უნდა დაელაპარაკოთ ამ ბავშვს აუხსნათ ყველაფერი აბსოლუტურად თქვენი წასulis ამბავი და ნამდვილად ეს ადამიანი გაგიგებს თქვენ ეს არ ვიცი ვისთვის წამოვიდა ეს ინფორმაცია ეთქობა ვიღაცა ან შემოგვერთა ან ელოდებოდა ამ ინფორმაციას ყოველ შემთხვევაში აი ესეც მიიღეთ ეს ინფორმაციას და დანარჩენი შემიძლია გითხრათ რომ ძალიან დიდი სიძლიერე მოდის თქვენ ცხოვრებაში ანუ გამოდიხარ თქვენ სიტუაცია რაზეც თქვენ ლოცულობდეთ რაზეც თქვენ ნერვიულობდეთ რაზეც თქვენ სთხოვდეთ უფალს ნამდვილად აქ არის სრულება სურვილის იმიტომ რომ თქვენ დიდი ხანია ფიქრობდით რაღაცას და აქ სამყარო თითქოს მოდის თქვენთან იმ პასუხით რომ კი ბატონო მე გავიგე ყველაფერი შევისმინე შენი ყველა ცხოვრება და მოვიდა იმისი დრო რომ უკვე ეს ყველაფერი რაც იყო ჩაფიქრებული და რაც უკვე ყველაფერს ყვა თავისი დრო ხო აი აქ ალბათ მოვიდა უკვე დრო რომ თქვენი აი ეს ყველაფერი რთული პერიოდი დასრულდა და უკვე გადასვლა გელოდებათ თქვენ ახალ ეტაპზე ჩემო ლამაზებო რასაც მე თქვენ ყველას გისურვებთ